ადგილობრივ თვითმმართველობებს სამინისტროში პროექტების წარსადგენად 4 დღე დარჩათ. რეგიონული განვითარების პროექტის მიხედვით მათ არსებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფო დაფინანსებით შეეძლებათ. ამასთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მონაცემთა შეგროვება და დამუშავება მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი მომზადდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტად წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და ნაპირსამაგრის სამუშაოები დაასახელა. ასპინძისათვის ასათნის მშენებლობა და შიდაქსელის რეაბილიტაცია. შეეხება განსაკუთრებული პროექტებს, ახალ პროექტებს. ამას 11 ოქტომბრამდე გვაქვს და წარმოადგინოთ შესაბამის წინადადები შესაბამის სამინისტროში. იქ მოხდება ამ პროექტების შერჩევა. რეგიონული განვითარების პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს ბორჯომშიც. აქ 5 პროექტი მომზადდა, რომელსაც სამინისტროში გადაგზავნამდე საკრებულოს წარმომადგენლები დაამტკიცებენ. სხვადასხვა სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსგან 6 მილიონ ლარს ითხოვს. მთავარ პრიორიტეტად კვლავ წყლის სისტემისა და შიდაგზების რეაბილიტაცია რჩება. ეს არის ბორჯომში შემოვლითი გზის მოასფალტება. ეგ არის პრიორიტეტული საყდენი კედლის აღდგენა ეს ახალუბნის მონაკვეთზე დაბა ახალდაბაში გზების მოასფალტება ცენტრალური გზების მოასფალტება იცით რომ ახალდაბა საკურორტო დაბაა და გზა ჭირდება. მსგავსი პროექტები მზადდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც, საიდანაც ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენიმე დღეში სამინისტროს 11 პროექტს გაუგზავნის. მუნიციპალიტეტის პირველი პირების განმარტებით პროექტში გათვალისწინებული საკითხები ადგილობრივმა მოსახლეობამ შეარჩია. იმ შემთხვევაში თუ კი მათი სამოქმედო გეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მისაღები იქნება, ახალქალაქში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივები დასაქმდებიან. В Ахалкалакском районе мы этот вопрос ставили перед министром, что там 3-4 месяца всего лишь время есть, чтобы работать. Но они как объяснили, что можно, даже если в 2013 году они не будут успевать, это можно добавить на 2014 год. საქართველოს რეგიონებისთვის სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხის ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარებასაც მოხმარდება. აქ პროექტების შესაქმნელად ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა სოფლის მოსახლეობასთან კრება ჩაატარეს. ისევე როგორც წინა წლებში ადგილობრივები კვლავ სასმელი წყლის სისტემის მოგვარებასა და სავალი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. 16 ტერიტორიული გაერთიანებიდან მხოლოდ ერთმა მათგანმა მოითხოვა ხიდების მშენებლობა და ნაპირსამაგრის სამუშაოების დაწყება. ჩვენ გვაქვს ვადა 11 რიცხვამდე, ჩვენ გადავგზავნით შესაბამის პროექტებს, ძირითადად ეს ეხება მაინც არის სასმელი წყალი სოფლად, აქცენტირება გაკვეთილი გვაქვს მაგაზე და გზები, მისასვლელი გზები სოფლად. რამოდენიმე პროექტ ჩვენ წარვადგენთ, პრიორიტეტული პროექტები იქნება, სადაც ჯერ არ არის დიდი ბენეფიციარების რაოდენობა, სადაც არის დიდი და შესაბამისად ეს პრობლემები არის, ეს იქნება ალბათ დაკმაყოფილებული ეს პროექტები შესაბამისად. 200 მილიონიანი პროექტის ფარგლებში შესაბამის პროექტებს არადგენენ ადიგენისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიც. 11 მარტამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმები თავს მოიყრის. მიმდინარე წელს სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დაახლოებით 450.000 ლარი გამოყო.